რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის? თქვენ ბევრჯერ გსმენიათ და შეიძლება გითქვამთ კიდევაც, რომ ღალატი არის ღალატი, არ აქვს მნიშვნელობა სქესო. და კი, ვინც ყურადღებით მისმენს, მან იცის, რომ მე არც ერთი სქესის ღალატს არ ვამართლებ და ძალიან კატეგორიული ვარ მაგ საკითხში. მაგრამ არსებობს ძალიან დიდი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატის ლოგიკაში, მათ მიზეზებსა, მოტივებსა, ფსიქიკას, ბიოქიმიას და თავისთავად შედეგებს შორის. მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს. ამ საკითხში მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს უკვე დღესვე შეუძლია მიზეზის მოფიქრება იმისთვის, რომ ხვალ გიღალატოს. ნებისმიერ ქალს შეუძლია დღეს საღამოს მივიდეს თავის ქმართან და უთხრას, შენ სხვანაირი გახდი, აღარ ხარ მზრუნველი, აღარ არის ის რომანტიკა ჩვენ შორის, მე თავს ქალად ვეღარ გგრძნობ შენთანო. მორჩა, ზუსტად მსგავსი соусით მზადდება ქალთა ღალატის 90%. და ჩვენ კარგად გვესმის, რომ 10 წლიან ქორწინებაში არც ერთ ქმარს არ შეუძლია ცოლისთვის იმის მიცემა, რასაც მას ახალი მამაკაცი მისცემს. და მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი შესწავლილია, საყვარელი კი ახალი და არაპროგნოზირებადია. გამოდის, რომ ნებისმიერ ქალს აქვს ბალიშის ქვეშ გადატენილი იარაღი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეუძლია რომ გამოიყენოს. როგორც კი ვიღაც სხვა მამაკაცის მიმართ გაუჩნდება სიმპათიები, ეგრევე ამოიღებს და გესვრის. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება მამაკაცებზეც. როდესაც მას ცოლი მოჰყავს და ჰორმონალურ შეყვარებულობას განიცდის, ის იმ მომენტში მზად არის მისი ცოლისთვის მთაც გადალახოს და ზღვაც გადაცუროს. მაგრამ როგორც კი მის წინაშე ფიტნეს ტრაკი გაივლის მაღალ ქუსლებზე, ის ეგრევე იწყებს თავის თავთან შეთანხმებას. მე კაცი ვარ, მე მტაცებელი ვარ, მე პოლიგამი ვარ, მე ალფამამრი ვარ, ჩემთვის მოსულა და ეგ საერთოდ არც არის ღალატიო. და ამ ყველაფრის ფონზე რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ღალატი? მთავარი განსხვავება რაშიც მდგომარეობს არის ის, რომ არ არსებობს ქალი, რომელიც ღალატს რეალურად ნანობს. როდესაც მას თავის საყვარელთან მიმოწერა ჰქონდა, ის ბედნიერი იყო. როდესაც ის მიდიოდა თავისი საყვარლის სანახავად, ის თავს ძალიან კარგად გრძნობდა. როდესაც ის ტრუსი ხდიდა, მას ძალიან სიამოვნებდა ეგ პროცესი. მაგრამ როგორც კი მას გამოიჭერენ, იმ მომენტშივე ჟულინტებს ჩამოუშვებს ტირილისგან. ანუ ჯერ კიდევ გუშინ თავს ძალიან კარგად გრძნობდა, დღეს კი ტირის და რომ ვკითხო ნანობს. სინამდვილეში კი ის არაფერსაც არ ნანობს. უბრალოდ გაუწყდა, რომ ის გამოიჭირეს. ზუსტად ამ მიზეზით არ არსებობს ქალი, რომელიც მივა თავის ქმართან და ეტყვის, რომ მე შენ გიღალატე, აღარ შემიძლია ამ თვითით ცხოვრებაო. ასეთი რამ არ ხდება და არც არასდროს მოხდება. ქალი ღალატის შესახებ მხოლოდ მაშინ უყვება ქმარს თავისივე ინიციატივით, როდესაც უნდა რომ ის ბოლომდე გაანადგუროს. ის გეტყვის, რომ კი გიღალატე, მაგრამ შენ ხარ მაგაში დამნაშავეო. კარგ კაცს ხომ ქალი არასდროს უღალატებს, ეს ფრაზა ხომ ბევრჯერ გსმენიათ მოღალატე ქალებისგან. მამაკაცის შემთხვევაში კი რამდენიც გინდათ იმდენი შემთხვევა, როდესაც შეეძლო საერთოდ არ ეთქვა ცოლისთვის ღალატის შესახებ და ვერც ვერასდროს გაიგებდა ცოლი თავისით. მაგრამ ყველანაირი რისკის ფასად მამაკაცი მაინც აბარებს მას აღსარებას. ასეთები ძალიან ხშირად ხდება. ის არ გამოუჭერიათ, მას უბრალოდ სინდის იჭამდა შიგნიდან. ზუსტად ამიტომ გამოგვაქვს დასკვნა, რომ მოღალატე მამაკაცს აქვს იმის შანსი, აქვს იმის პოტენციალი, რომ გამოსწორდეს. მოღალატე ქალს კი არ აქვს, ის სამუდამოდ მოღალატედ დარჩება. როდესაც კაცის მხრიდან ღალატის შემდეგ ცოლი შორდება მას, ყოველი მეორე მამაკაცი ცდილობს, რომ კეთილსინდისიერად დაშორდეს. ის მაგ დაშორებას თავის თავს აბრალებს და არ ამბობს კარგი ქალისგან კაცი არ მიდისო. ბინას უტოვებს, მანქანას უტოვებს და ნუ მოკლედ რაღაც მაგვარს აკეთებს. თავისთავად ეს ყველაფერი მამაკაცს არანაირად არ ამართლებს, იმიტომ რომ მან საბოლოო ჯამში ოჯახი დაანგრია. მაგრამ როგორ მოქმედებს მოღალატე ქალი მსგავს ვითარებაში? როგორდაც ცდილობს, რომ ბოლომდე გაანადგუროს მამაკაცი, ცდილობს, რომ დანაშაულის ტვირთი მას ჩაუტოვოს. თვითონ კი სუფთად გამოვიდეს მაგ უბინძურესი საქციელისგან. ის გეუბნება, რომ შენ არ ხარ კაცი, შენ მიმიყვანე ამ მდგომარეობამდეო. და ზუსტადაც აქ ჩნდება მოღალატე ქალების ის ცნობილი ფრაზაც, რომ კარგ კაცს ქალი არ ღალატობს, კარგი კაცისგან ქალი არ მიდისო. არსებობს კიდევ ერთი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის. რამდენიც გინდათ იმდენი მამაკაცია, რომლებმაც მიატოვეს საყვარელი და საკუთარ თავს უთხრეს, მორჩა, ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანიაო. მოღალატე ქალი კი თავისით არასდროს არ გაჩერდება. მას ან ქმარი გამოიჭერს, ან საყვარელი მიაგდებს, ან ეგ საყვარელი მობეზრდება და სხვას მონახავს. მორჩა, მეტი ვარიანტი აქ არ არის. არსებობს კიდევ ერთი განსხვავება, რომელსაც არავინ ითვალისწინებს. მამაკაცის ბიოქიმია და ფიზიოლოგია ისე არის მოწყობილი, რომ მას ნულიდან 100-მდე რას გონისაკრეფა ბუგატივე ირონივით შეუძლია. ანუ ერთხელ უბრალოდ გახედავს ქალს და მისი ტვინი უკვე დაბინდულია. მამაკაცს ზაფხულში გარეთ გასვლაც კი ურთულდება. იმიტომ რომ თანამედროვე რეალობაში ქალებს მეძავებზე უარესად აცვიათ. ქალებს სახეც კი უკვე დეფორმირებული აქვთ გარყვნილებისგან.
იმდენ სიბინძურეს დაატარებენ, რომ მხოლოდ სახის გამომეტყველებითაც კი აღვიძებენ მამაკაცში ძირეულ გამრავლების ინსტინქტს. და ამას ცოლები ვერასდროს გაიგებენ. იმიტომ რომ ქალები ამდენად ძლიერი ცდუნების წინაშე არასდროს დგებიან. ზუსტად აქედან გამომდინარე გამოგვაქვს საშინელი, მაგრამ სამართლიანი დასკვნა. ზუსტად იგივე დონის ცდუნებები რომ ჰქონოდათ ქალებს, რის წინაშეც მამაკაცები დგანან ყოველდღიურად, ერთ კვირაზე მეტხანს ვერ გაუძლებდნენ. ეგრევე გატყდებოდნენ და მომენტალურად მოღალატეებად გადაიქცეოდნენ. და ზუსტად ამიტომ მოღალატე მამაკაცს უმეტეს შემთხვევაში სინდისი ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული. ზუსტად ამიტომ არ არის ღალატი. ძალიან დიდი განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის. იმიტომ რომ როდესაც ღალატობს ქალი, ის ბუგატი ვეირონივით წამებში 0-დან 100-მდე არ კრებს. ის ნელ-ნელა გადის მაგ პროცესს. ჯერ სინდის ემშვიდობება ბოლომდე და მხოლოდ შემდეგ უკვე ღალატობს. საპირისპირო სქესის მიმართ სექსუალური მიზიდულობა და ცდუნება ქალს არ აწუხებს ისე როგორც მამაკაცს. ქალს ყოველი მამაკაცის დანახვაზე არ მოსდის თავში ათასნაირი ინსტინქტური სექსუალური ფანტაზია. მამაკაცს კი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაშიც კი მილიონ ცდუნებასთან უწევს ბრძოლა. მის ცხოვრებაში არის მილიონი ტრიგერი. გარეთ გავა და ყველგან გადმოფენილი მკერდი და ტრაკია, ინტერნეტში შევა მკერდი და ტრაკია, სადაც გაიხედება ყველგან მკერდი და ტრაკი აქვთ გამოფენილი ქალებს. ზუსტად ამიტომ გავიმეორებ, რომ ღალატი არის ღალატი, მაგრამ ცდუნებების დონე, რასაც გადის ქალი და მამაკაცი ღალატამდე, კარდინალურად განსხვავებულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურად ყველა მამაკაცი, ყოველდღიურად, ყოველწამიერად ებრძვის ცდუნებებს. მას უწევს მაგ ცდუნებებთან ბრძოლა, ის ვერ დუნდება. და ეგ ბრძოლა იწყება მოზარდობის ასაკიდან და მთავრდება მისი ცხოვრების ბოლოს. ის შეიძლება იყოს ძალიან დისციპლინირებული, ძალიან ძლიერი მენტალობის და ძალიან მორწმუნე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პურზეც კი რომ ჩავა მაღაზიაში, გზაში შეიძლება ვიღაც მეძავზე უარესად გამომწვევად ჩაცმულმა ქალმა გამოიწვიოს და ეგ ქალი მას მოუნდეს. ის იწყებს მის თვალიერებას. და თუ ის დანებდება და აღარ ებრძვის მაგ ცდუნებებს, მორჩა. ცოტა ხანში გაიღვიძებს საღორეში განთავსებულ საწოლში. მოღალატე მამაკაცი არის იმ ადამიანივით, რომელიც სამუდამო დიეტაზე იყო და უცებ გატყდა. წლების მანძილზე უნახშირწყლო, კეტო დიეტაზე იყო, შემდეგ კი ძალიან მიმზიდველი, მანიპულატორი სოუსებით გაძეწკილი ჰამბურგერი დაინახა, ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ეცა. და მხოლოდ შემდეგ ჩაერთო მისი ტვინი და დაიწყო იმაზე მსჯელობა ეს რა ვქენიო. ქალის ღალატი კი არის, როდესაც ის წინასწარ გაიპრანჭა, წაისვა მანიკური პედიკური, ჩაიცვა ტრაკზე მოტკეცილი მოკლე კაბა, რესტორანში დაჯავშნა მაგიდა და ნელ-ნელა გაცნობიერებულად მიირთვა. მოკლედ, შემდეგი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის არის პატივისცემა. მამაკაცი შეიძლება კონკრეტულ ქალს თვლიდეს ძალიან დაცემულ და ამორალურ ადამიანად, რომლის მიმართაც არანაირი პატივისცემა არ გააჩნია, რომლის მიმართაც ვერანაირად ვერ გაუჩნდება ის პოზიტიური გრძნობები, რაც ცოლის მიმართ აქვს. მაგრამ მაგის მიუხედავად სექსუალურად ძალიან შეიძლება მიიზიდოს მაგ ქალმა. ქალს კი ფიზიკურად ვერ მოუნდება მამაკაცი, რომელსაც ის პატივს არ სცემს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მაშინ როგორ ახსნი იმ ფაქტს, როდესაც ვიღაც მილიონერის ცოლი ღალატობს, მას ვიღაც ტაქსისტთანო. სინამდვილეში აქ არაფერი რთული არ არის. მან თავისი ქმარი უკვე გააუფასურა, უკვე დააჩოქა, პატივს აღარ სცემს მას, ხოლო ტაქსისტი კი ჯერჯერობით არ იჩოქება. სუფთა ქალის სუბიექტური ბიოქიმიური პროცესებიდან გამომდინარე, ამ წამს ტაქსისტი მისთვის განუზომლად უფრო მიმზიდველია, ვიდრე მისი ქმარი. ზუსტადაც აქ იკვეთება ის ფაქტი, რომ როდესაც მამაკაცი ღალატობს ცოლს, ის თავის საყვარელს უყურებს ზემოდან ქვემოთ. ხოლო როდესაც ქალი ღალატობს ქმარს, ის თავის საყვარელს უყურებს ქვემოდან ზემოთ. ეს არის მთავარი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის. და ზუსტადაც ამიტომ არის მამაკაცისთვის ცოლის ღალატი ამდენად მტკივნეული მოვლენა. იმიტომ რომ ქალი მას პატივს აღარ სცემს, იმიტომ რომ ის აღარ არის მისი ჯოგის ალფამამრი, იმიტომ რომ ქალმა სხვა აირჩია. მაგრამ მე ყველა ამ ნიუანსს იმისთვის არ ვარჩევ, რომ ვინმე გავამართლო. მე ძალიან რადიკალურად ვუდგები ამ საკითხს. იმიტომ რომ ყველა ღალატი იწყება უბრალოდ გახედვით. თუ შენ შენივე ნებით ათვალიერებ ქალებს გარეთ ან ინტერნეტში და შენს თავის ქალაში სხვადასხვა პოზებში თუ ფანტაზირებ მათზე, რა იქნება შენი აზრით ფინალში? სულიერი ზრდა და ძლიერი მენტალობა რომ არ არის მაგის ფინალი, მე მგონი გასაგები უნდა იყოს. შედეგი ის იქნება, რომ ჯერ შენი ცოლის მიმართ გაცივდები, შემდეგ კი თავისთავად უღალატებ. კიდევ რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ღალატი? ღალატის აქტის შემდეგ ისინი სხვადასხვანაირად იქცევიან. პირველი სიახლოვის შემდეგ მამაკაცის ინტერესი ქალისადმი უმეტეს შემთხვევაში ნულდება. მას მაგ ქალისგან მეტი არც არაფერი აღარ სჭირდება. ქალის შემთხვევაში კი ეგ პირიქით მუშაობს. პირველი სიახლოვის შემდეგ მამაკაცისადმი მისი ინტერესი პირიქით იმატებს. შეიძლება ითქვას, რომ ქალს უყვარდება ის მამაკაცი.
მამაკაცს კი შეიძლება ითქვას, რომ აქტის შემდეგ ეზიზღება კიდევაც ეგ ქალი. კიდევ ერთი ფაქტი. ცოლს ძალიან გაურთულდება თავის ქმარზე იმის შემჩნევა, რომ მან თუნდაც 5 წუთის წინ მას უღალატა. ქალის შემთხვევაში კი ეგ რადიკალურად სხვანაირად არის. იმიტომ რომ ღალატის აქტის შემდეგ სახლში სულ სხვა ადამიანი ბრუნდება. სულ სხვა ხმის ტონითა, სხვა ინტონაციითა, სულ სხვა რეაქციითა ტაქტილური კონტაქტის დროს. სხვანაირ პასუხებს გცემს, სხვანაირად გიყურებს. თითქოს და იგივე ტელეფონია, რომლის კორპუსიც იგივეა, იგივენაირად გამოიყურება, მაგრამ მას ოპერაციული სისტემა შეუცვალეს. სხვაობა კი იმაშია, რომ ტელეფონის ოპერაციული სისტემის გადაწერა ხდება სახელოსნოში, ხოლო სხვისი ცოლების კი დღიურად მოხსნილ ბინებში, ან მანქანის უკანა სიდენიაზე. ქალის ცხოვრება ღალატის შემდეგ მომენტალურად იცვლება. ახალი სუნამო, ფიტნესი, ახალი ვარცხნილობა, ახალი თმისფერი, ახალი ჩაცმულობის სტილი. სხვადასხვა ტიპაჟის ქალზე სხვადასხვანაირად ვლინდება ეგ ცვლილებები, მაგრამ აზრი იმაშია, რომ ის აუცილებლად იცვლება. შენ თითქოს და უკვე 15 წელია იცნობ მას, მაგრამ დღეს და ახლა რადიკალურად სხვა ადამიანი დიდგას წინაშე. უკვე სულ სხვა ინტერესები და სხვა პრიორიტეტები აქვს მას. ზუსტად ამიტომ, ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებით 99.9% შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ქალისთვის ღალატის პატიებას არანაირი აზრი არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ მაგავე პროცენტულობით შინაგანად ქალები ინარჩუნებენ იმ შეგრძნებას, რომ მე არ ვარ დამნაშავეო. ის მილიონ არგუმენტს იგონებს თავის თავში თუ რატომ გიღალატა და რატომ არის სინამდვილეში ეგ შენი ბრალი. ქალის ეგ მიდგომა კი მისი ღირსებისა და სინდისის აღდგენას შეუძლებელს ხდის. და თუ რეალურად შინაგანად არ ნანობს, ესე იგი ვერც მოინანიებს. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ ის თავის ახალ, გაუარესებულ ვერსიაზე უკეთესი ადამიანი აღარ გახდება. კიდევ ერთი განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის არის უკვე ძალიან დიდი ხნის წინ დამტკიცებული კულიჯის ეფექტი. ორი სიტყვით რომ ავხსნა, კულიჯის ეფექტი ამტკიცებს, რომ მამაკაცს სრულიად უცხო ქალის მიმართ მომენტალურად შეუძლია, რომ გაუჩნდეს განუზომლად უფრო დიდი სექსუალური ლტოლვა, ვიდრე ვთქვათ ცოლის მიმართ აქვს მას. და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მე ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ კაცის ღალატი გავამართლო. ამას იმისთვის ვამბობ, რომ ქალებმა მიხვდეთ ამას და კიდევ უფრო მეტად დააფასოთ თქვენი ერთგული ქმრები. სამწუხაროდ ქალებმა არ იციან, ქალები ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცს ერთგულება ქარხნულად არ მოჰყვება. ერთგულება არ დევს მამაკაცის ბუნებაში. შესაბამისად, მამაკაცის ერთგულება არის ყოველდღიური დაუღლელი ბრძოლა და მენტალური სიძლიერე. სინამდვილეში აქ ცოტა ურთიერთსაპირისპირო რაღაცები იკვეთება. ერთის მხრივ ერთგულება არ არის მამაკაცის საბაზისო, ბუნებრივი მდგომარეობა. მეორეს მხრივ კი ერთგულება არის ურთიერთობის საბაზისო, ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ ურთიერთობის კეთილდღეობისთვის ყველაზე საჭირო რამ. შესაბამისად, ერთის მხრივ თავისთავად ქალმა ყოველდღე მადლობა არ უნდა გადაგიხადოს იმისთვის, რომ შენ მისი ერთგული ხარ. მაგრამ მეორეს მხრივ მამაკაცის ერთგულება გინდა ასე ატრიალე და გინდა ისე, არის ყოველწამიერი ბრძოლის შედეგი და აუცილებლად დასაფასებელია. ახლა ძალიან საშინელ რაღაცას ვიტყვი, რომელიც ფაქტია, რომელიც სიმართლეა. აბსოლუტურად ყველა დაოჯახებული მამაკაცი აღმოჩნდება ხოლმე ისეთ ვითარებაში, სადაც მას ცდუნებები ძალიან დიდი ინტენსივობით აწვება. და ქალისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია თუ რა ტიპის ცდუნებებს ებრძვის საშუალო სტატისტიკური რიგითი მამაკაცი. და თუ ქალი ვერ ხვდება ამას, შესაბამისად ის ვერც მისი ქმრის ერთგულების დაფასებას შეძლებს. ის ფიქრობს, რომ რავი კი ერთგულია და რა არის მაგაში განსაკუთრებული, მასეთი მამაკაცი ბევრიაო. და თუ ქალი ვერ ხვდება მაგის ფასს და შესაბამისად არ აფასებს, მასეთ ურთიერთობაში სიმშვიდე უბრალოდ ვერ შენარჩუნდება. თუ ქალი ვერ ხვდება, რომ უნდა დააკმაყოფილოს მისი ქმრის საბაზისო მოთხოვნილება და თუ ამბობს, რომ მერე რა რომ ორი კვირა უკვე რაც აღარ გქონია, თავშეკავება განავითაროსო, მასეთი ურთიერთობა უბრალოდ დაინგრევა. სამწუხაროდ ქალთა სრული უმრავლესობა ვერ ხვდება ამ ყველაფერს. ქალისა და მამაკაცის ღალატი არ არის ერთი და იგივე. კი, ორივე დანაშაულია, მაგრამ არსებობს ვითარება, სადაც ერთი და იგივე დანაშაულისთვის ერთ ადამიანს 2 წლიან პატიმრობაში ტოვებენ, ხოლო მეორეს 15 წლიანზე უშვებენ. ზუსტად მასევეა აქაც, იმიტომ რომ ჩვენ ფიზიოლოგიურად, ბიოქიმიურად განსხვავდებით. მაგალითად სპორტში ნორმატივების ჩაბარება ქალისთვის და მამაკაცისთვის ხომ არის განსხვავებული, იმიტომ რომ ყველა ის განსხვავება გათვალისწინებულია. ზუსტად იგივეა აქაც, ყველა ეგ განსხვავება გასათვალისწინებელია. იმიტომ რომ ცდუნებების რაოდენობაც და მასშტაბიც განსხვავებულია. ორივე დანაშაულია, მაგრამ როდესაც ღალატობს მამაკაცი, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ღირს იმის განხილვა შეინარჩუნა თუ არა ეგ ურთიერთობა. ხოლო თუ ღალატობს ქალი, ჩათვალე რომ აღარანაირი შანსი აღარ არსებობს იმისა, რომ აწი კარგად დალაგდეს თქვენი ურთიერთობა. მაგრამ ღალატზე განუზომლად უფრო უარესი რაღაცებიც არსებობს, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება. როდესაც კარგი მსახიობი გყავს ცოლად და როდესაც ის გიღალატებს, მაგრამ ვერც ატყობ და არც არსად არ მიდის.
როდესაც ქალმა გიღალატა, მოვიდა სახლში, ადუღა წყალი, დაასხა ჩაი და ჯეკით ერთად და ტკბილად სვამთ, შემდეგ კი გვერდზე მოგიწვა დასაძინებლად. ანუ ის ისე იქცევა, თითქოს და არაფერი მომხდარა. აი ეს მდგომარეობა განუზომლად უარესია, ვიდრე უშუალოდ ღალატის ფაქტს რომ შესწრებოდი. ახლა კი მე მექნება თქვენთან პატარა თხოვნა. რომ გააზიაროთ ეს ვიდეო თქვენს გვერდებზე სხვადასხვა პლატფორმაზე, ან რომ გაუგზავნოთ თქვენს მეგობარს. იმიტომ რომ ამის გარეშე ეს ვიდეო უბრალოდ არ გავრცელდება. მე ვიცი რომ ბევრმა თქვენგანმა დახურული ვიდეო კურსები უკვე შეიმეცნა, თავის ცხოვრებაშიც დაამკვიდრა და შედეგიც მიიღო. და თუ შენ ის ხარ, ვისაც ჯერ ეგ არ უქნია, ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.